დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ძალიან საინტერესო ვისკი, რომელიც არის საყვარელი სასმელი, მის რა ქვია, სახურავის ბინადარი კარლსონის და პეპი გრძელიძინდას საყვარელი სასმელი არის. მათი ჰოუმლენდიდან სამშობლოდან მომავალი ვისკი არის. რა ქვია? დანია. დანიიდან ხო? დანიური შვედეთი. ვერ გავიგე. ვიხუმრე. ამ დანიიდან. ამას ამოუჭრი და ახალწლო კურიოზებში შევსვამდე. ხო, შვედური ვისკი სახელად მაკმირა და კონკრეტულად მაკმირას იდენტიტეტ, იდენტიტეტი ალბათ რა ვიცი, რა უნდა ხო. იცი შვედურად იდენტიტეტი როგორ არის? იდენტიტეტი. ხო. უკვე ვიცი. ხო, მოკლედ ძალიან განსაკუთრებული ვისკი გვაქვს დღეს, ისეთი არავისკური ქვეყნიდან, მაკმირა, რომელიც სანამ თვითონ კონკრეტულად ამ ბოთლზე მოგიყვებით ისტორიას, გეტყვით, რომ თვითონ დისტილერია დაიკეტა, გაკოტრდა. და ხო, ძალიან გამიხარდებოდა მე თქვა რომ დახურულ დისტილერიას ვსინჯავს თქო, მაგრამ უცბად ვიღაცა 7 მილიონერი გამოხდა და ძალიან ცოდვაო ეხლა ეს დისტილერია რომ დაკეტილი იყოსო და ჩადო მილიონები იყიდა ეს დისტილერია და ეხლა ისევ მუშაობს. ერთი წელია მუშაობს. რა გინდა? ზმო, იმიტომ გვინდა ევროპა და კაი ქვეყნება და ეს ეხება ხოლმე ხალხის გადარჩენა. რა საინტერესო ბოთლია, ნახეთ, ქრემოთ ხო ისა ღია ფერის. ხო, სიგნეტს აქვს, ზემოდან ღია და ეს მივხვდი რატომაც არის და კარგია, არ ჩანს რომ ბევრი აკლია ბოთლს, ქრემოთკენ ცოტა ნაკლები არის, ზემოდან გამოქრებული, ეხლა უკვე ჩანს ქვევით არის. ხო, მაგრამ მაინც ისე ძალიან არ თვალში ისე არ მოგვხვდება რა ძალიან. მოკლედ, მაკმირას დისტილერიას ძალიან ბევრნაირი ვისკი აქვს გამოშვებული, აი უამრავი კასრის, ძალიან ბევრი კლასიკური შოტლანდიური ვით რა, ბურბონის კასრი, შერის კასრი დაფინიშება და ეგეთი რაღაცეები. მაგრამ ეს არის ძალიან განსხვავებული. ეს არის დაძველებული შვედური მუხის კასში, ერთადერთი ვისკი არის, რომელიც არის დაძველებული შვედური მუხის კასში და შებოლილი არის ღვით, ანუ ჯუნიპერით, ანუ იმ ბალახეულია ხო, ბალახია. ხო, ბალახია. იმ ბალახით, რომელითაც კეთდება ჯინი. ხო, ეგ დაწვეს, ანუ რაღაცა შებოლილი. ალაუ მაგით გამოაშრეს, ასე ვთქვათ. და თუ გაგისინჯავთ გლენმორანჯის Tale of Forest-ი, რომელიც არის ამ შემოდგომის ყვავილების ფოთლების მართლა ფოთლების კოცონის სუნი რო აიღო, მაგითი არის შებოლილი. ზუსტად იგივე ტიპის არომატები აქვს ამასაც, ოღონდ გაათმაგებული ვიდრე გლენმორანჯი Tale of Forest და ნუ ძალიან ეფექტური რაღაცა. გრადუსიც კარგია 48.7. ხო, და ეგ არის რა უნდა გავსინჯოთ. და სხვათა შორის მაკმირა თვითონ დისტილერია არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დისტილერია მსოფლიოში, რომელმაც შექმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ დააგენერირა გემო. ხო, მიცემული რეცეპტით ვისკი. ანუ რა და როგორ გაეკეთებინათ ხელოვნური ინტელექტი. ხო, კიდე ეროვნული ის არის რა რაღაცა ამ ნახებ გათვლილი არის კიდე თვითონ შვედურ ბაზრისთვის, იმიტომ რომ თვითონაც უწერიათ რომ 100%-ით შვედურია ეს ვისკი. ანუ არაფერი არ არის, ანუ კასრიც კი, ანუ როგორც ჩვენ თქვი, ის კასრიც კი არის შვედური მუხა. ის ღვიათ თავისია, სპირტის თავისია და საბუჯამში მითითებული აქვს რომ 100%-ით შვედური ყველა ეტაპი შვედური ინგრედიენტების ეს არის შვედური. ანუ ცოტა არის რაღაც ქვეყნის წარმომადგენლობითი სიტყვაც არის ამ ვისკიში, თქვათ, ვიდრე მათ სხვა ვისკებში, რომელებიც კიდე სხვა რაღაცები შეიძლება იყოს. ეს გამორჩეული ჰქონდათ. მართლა განსაკუთრებული ვისკი თვითონ დისტილერია. ხო, ხუთიც აქვს ამ ვისკის, ეხლა უბრალოდ არ გვაქვს ხუთი თან, მაგრამ ხუთი ისეთი ძალიან ისეთი სოლიდური, შავი, ისეთი პრიალად კი არა და მეორე, როგორია. მატე. ხო, მატე არის და მატოვი რუსულად. ვიცი, მაგრამ ეგეთი ისეთ სიმპათიური ყუთიც აქვს მოკლედ რა და კარგი ვისკია მოკლედ როგორც ვიზუალურად ყუთიც და ბოთლიც, ასევე საინტერესო და განსხვავებული რაღაცა არის არომატებიც და ამიტომ ხდება ხოლმე, ხა იყიდება ხორში ხდება აუქციონებზე. არა, გამოდის ეს იდენტიტეტი, თუ ან შეიძლება ძალიან ბევრი გამოუჩნდეს დღემდე ყველგან იშოვება, არ ვიცი. მაგრამ ნუ ევროპულ საიტებზე იშოვება რა. საშუალო ფასი არის 55-60 euро. ხო. ძალიან უცნაური სუმი აქვს. არა, უცნაურია, მაგრამ სიტყვები არის. სიტყვები არის, ისი რა, ცოტა რაღაცა ბურბონის კასრის სიტყვები. ბურბონის კასრის სიტყვები არის, მაგრამ ის რაც ზემოდან გადაკრავს, აი სიუცნაურე, რაც ვიგულისხმე, ის იმდენად მძაფრია ეს სიუცნაურე, რომ ბურბონის კასრის არომატები, კლასიკური ბურბონის კასში დაძველებული ვისკის არომატები, რაც ნამდვილად აქვს, ძალიან უკან არის გაწეული და ცოტა ძალისხმევა სჭირდება, რომ მიხვდე. მე ესე მგონია, რავი.
ხო, გადაფარული აქვს აი ეს რას თქვია, ის რაღაც უცნაური შებოლვა, რომელიც ხო, აბსოლუტურად ტორფთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ან ტორფი არ არის. ხო, ანუ აი ეს არის სულთა მართლა შემოდგომაზე ფოცხით რო შეაგროვებენ გამხმარ წითელ-ყვითელ მოღუნულ ფოთლებს, ხო იცი? და მე ერთად რო წავუკიდებენ ცეცხლს და ეს სუნი რო დგება კვამლის რა, აი მაგ კვამლის სუნია რა. აი, ბუდიქს იხარ რა, ბუნებაში იხარ პირდაპირ რა, ძალიან საინტერესო სუნი აქვს რა. ხო. რაშტორი შემაწუხებლად არ არის. არა. ნახე, აი ეს უცნაური სუნი რაც ალბათ შებოლვას მოაქვს. ცოტა მეტრი ყოფილიყო შეიძლება თქვა რომ აი ცოტა ბალანსი და მანდაც ბალანსი უნდა დაეჭირათ და დაიჭირეს კიდეც. ანუ მთლიანად გადაფარავდეს რომ მეტი იყოს, მთლიანად გადაფარავდა იმ ბურბონის იმებს და უკვე ვიტყოდით რომ ბლაინდზე რომ დაგესხაო, ვიტყოდით ვერც კი მიხვდებოდით რომ ვისკი აქვს შეიძლება ჯინს უსუნავ ან რამე სხვასო გვეფიქრა. გაიგე? და ამან ბალანსი დაიჭირა ისეთი რომ უკან დატოვა რა ის რა, ბევრი არ არის რა და შესაბამისად ძალიან კარგი მას აძლევს უკვე. ვისკი ვისკად დარჩა, ბურბონის არომატები ექს ბურბონის დარჩა ისევ, თუმცა არ არის ბურბონი. ხო, მთლიანობაში შვედური თავისი მუხაა გამოყენებული. მაგრამ უბრალოდ იმას გავს, ბურბონის კასრის არომატებს გავს და აი ეს უცნაურობა, რაც ლევანმა თქვა, გადაკრული აქვს თავზე, რომელიც საკმაოდ უხდება, თუ რაღაც უცნაური და სხვანაირი გინდა დალიო, ძალიან საინტერესოა. საინტერესოა აი ტორფს როგორ აქვს ხოლმე, torpsi ცხვირზე ხო არის? ხო, მე გემოზე გაათმაგებულად არის ხოლმე, უფრო იგრძნობა. ნახოთ ახლა აი ეს შებოლო თუ იქნება გემოზე უფრო მეტად. არის. კი. გასლებით ზაფრად არის. აი აქ, გემოძი ბეროთ ეფექტური აქვს. თან თვითონ მაუთ ვოთერინგი აქვს. გამომიშრა პირი. ოდნავ სიცხარეც აქვს. სიცხარე აქვს და აი ეს მართლა პირი აქვს, ნაცარი აქვს. ნაცარიც არის. მაგრამ აი ეს შემოდგომის კვამლი რაღაცა, შემოდგომის ფოთლების კვამლი არის ძალიან ზაფრად რა, ძალიან ზაფრად. მე დარჩა ძალიან გემრიელად. კი, ძალიან კარგი ვისკია. რამდენი გრადუსია რა თქვი? 48 და 7. ხო და მეტს გავს. უფრო ინტენსიურია ვიდრე მაგ გრადუსი 55-57-ს ვიტყოდი რა. იცი რა, მიუხედავად ესეთი განსხვავებისა შოტლანდიური ვისკისგან, რომ შვედური მუხა თბილია ბიჭო ნახე. მაგრამ იცი ისეთი გვა. ნეკერჩხლის სიროპის ისა აქვს. ხო. ბლინებზე რო ხმარობენ ხოლმე რა, ნეკერჩხლის სიროპის სიროპი არ არის ეგა. ოღონდ ნუ ზედმეტად სიტყვაში გადადის, მშრალი სიტყვა აქვს რაღაცნაირი. რა, ჩემთვის მაგრამ ერთ-ერთი იმის გემო აქ იმ ნეკერჩხლის სიროპის ბოლოს ის ძიმედ ტკბილია ძალიან, ხო? ეგეთი სიმძიმე კი არა, კაცო, ერთ წვეთრი ჩაუშვა ეგეთი. ამ დონეზეა, ხო? თან ნაცართან ერთადაა გეგა. ხო და ეგ ძალიან მომეწონა ეგ ფინიშზე ეგ ნეკერჩხლის სიროპის სიტყვა რა. უნდა, რას ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული არის თვითონ დაძველების პროცესის და შებოლვაც შოტლანდური ვისკისგან, ხო? შვედური მუხა მითი ჯუნიპერით ღვით შებოლვა, რაც არც ერთი გამოყენებული არ არის, არც ერთ შოტლანდურ ვისკიში, მაინც შოტლანდური ვისკის გავს და ხო, ანუ რაღაცა აი კლასიკური ვისკია მაინც რა. კი, კლასიკური ვისკი, აი ვისკია რა. ვისკის იდენტობა, იდენტიტი მარდაკარგა რა, ესე გამოდის. ხო, ჩვენ გავისინჯავს არა შოტლანდიური, არა ბრიტანული, მოდი ასე ვთქვათ, არა ირლანდიური, უამრავი ევროპული ქვეყნის ვისკი, რომელიც ხო, ვისკის აღარ გავს რა, რაღაცა აი ძალიან მწარე სპირტი არის. ეს არის კლასიკური შოტლანდიური ვისკი, განსხვავებული რაღაცეები. სხვა ქვეყნებში ძალიან ხშირად მოძდით ხოლმე. მე სხვადასხვა დროს შემიძლია თქვა გერმანული, ავსტრიული, ფრანგულიც რაღაც მახსენდება, რომელიც ვისკის აცდა, ვისკის როგორც ასმას ვისკის იდენტობა დაკარგა და ქარიზმა ვისკის საერთოდ არ ქონა, ამას აქ ძალიან კარგად დაკარგა. ხო, თუმცა მე ბრენდებს არ ვამბობ, იმიტომ რომ იმ გერმანულიც, კარგი გერმანულიც შეგვიძლია ჩვენ და თქვა ავსტრიული არ მახსოვს ხაზები. რაღაც კარგი გერმანული მახსოვს რომ ამილი. სენტკილიანი არის ძალიან კარგი ვისკი, ოკეი. თუმცა რაღაც სხვა ბრენდების აი აცდენილი იყო, აღარ იყო რა, ვეღარ გაიგებდი ვისკის სვამ თუ რას ვამ. აქ არის მართლა კარგი ვისკი, თავის რაღაცა უცნაური გადაფუთვით და ეს უცნაურობა სწორედ ის არის რაც დააწერეს, რაც ჩაიფიქრეს პროექტის გამოვიდა რა. თლიანად შვედური ინგრედიენტებით დამზადებული ვისკი, რომელიც ვისკია. მართლა ვისკია, ოღონდ აი შვედურია და შესაბამისად ეს ხელწერა დაიტოვა, რომ მე სხვანაირი ვარ, იმიტომ რომ ვარ შვედური. Yes. ძალიან კაი რაღაცა არის. შეგიძლიათ გასინჯოთ, აქ სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. სანამ არის, იმიტომ რომ ბევრი აღარ არის. სადაც არის, ხო, 1/13 ბოთლი არის. თუმცა დახურული დისტილერია აღარაა და ნახოთ იქნებ კიდე დაემატოს. გამოიწერეთ არხი, გაწეროთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.